საშინელება იყო რა. საშინელება ნამდვილად. ისი როგორ შეტაბილება. შენი ბლოგი წავიკითხე ილია. და მაგარი რაღაც გიწერია. მე მგონიო ევროპის ჩემპიონატზეო. ეცა ზუსტად ვერ ვიხსენებ ციტატას. რაღაცაო ანუ ბუნებრივი მდგომარეობა ეს არისო ჩვენიო და ევროპის ჩემპიონატზე იყო მგონი არა რომლის არ მიმოხილვა წავიკითხე იმისო რა ქვია რომელიღაც უცხოურ საიტზე ახლა ვერ ვიხსენებ რა რაღაც უცხოელის დაწერილი და საქართველოს ძალიან დაშორდა ის თავსო ესე უწერია და არ გავუსო დასაყვარელი კომპლიმენტი კაცი მე გამიჩნდა ეჭვირო თავის თავს კი არ დაშორდა დაშორებული იყო 2024 წელს ევროპაზე წავიდა იმის შორეზე დაბრუნდა თავის თავთან საკუთარ ნუ ეს რა თქმა უნდა მწარე ხუმრობა ძალიან მაგრამ ჩვენია რა უკვე მწარეა მაგრამ ჩვენია ხო იცი რა რეკობა ახლა გუშინ უყურებდი თამაშს რა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ხო და დამჭა როგორი შტაბეჭდილება იცი ბულგარელებმა სრულიად გულწრფელად არ ვიცი ხმამაღლა თუ არ ვიცი ქვეცნობიერად თავის თავს უთხრეს რომ ჩვენ არ ვართ ძლიერი გუნდი მართალია ჩვენი სტუმარი არ არის თქვა გრანდი და არის საქართველოს მაგრამ მოდი დაცვიდან ვითამაშოთ თავი მოვიკლათ რაღაცა ეგ თავმოყარეობის მომენტია რომ ამდენი წაგება არ შეიძლება და ფილოსოფიობას ნუ დავიწყებთ რა ეხლა რაღაცა რო შეუტიოთ და რაღაცა გადავეწყოთ გადმოვეწყოთ რაღაც ისულელეები ხო ჩავდგეთ ესე ორეშენი ნახევარდაცვა დაცვა ესე ჭიდროთ ჩავდგეთ გადავაგდოთ მე ეს სწრაფი ბურთი როგორ ისინი აუცილებლად შეცდებიან იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა დიდი ნაკრები საქართველოს ნაკრები და ესე მოდა აი ესე მოგვიგეს ჩვენ კიდე ჩავედით და როდესაც გინდა პირველ ნომრად ითამაშო შეუტიო თუ გახსოვთ პირველ ტაიმში გამოჩნდა ვილისანიოლი ანიშნებდა ფეხბურთელებს კადრში გამოჩნდა წინ მასქენით რა მოკლედ შეუტიეთ იქვე წაართვით ბურთი მიახჭეთ ახლა ეს ცოტა ესეთი შესასრულებელი რაღაცაა რა ცოტა რთულია ამის შესრულება ხო და როდესაც გაქვს პრეტენზია რომ უნდა ითამაშო პირველ ნომრად იცი და შეუტიო და ასე შემდეგ მაშინ იქ უკვე უნდა კეთილი ინებოდა გუნდი უნდა იყოს ისე დაქოქილი მწნელმა უნდა დაქოქოს თუ თვითონ უნდა დაქოქონ თუ ფსიქოლოგმა უნდა დაქოქოს თუ ბუდელმა უნდა დაქოქოს არ ვიცი მაგრამ უნდა იყოს ისეთი დაქოქილი რომ იქ ჩქარა გადააგდოს გადმოაგდოს ბურთი ფეხებში ჩახვ არაფერი მსგავსი ჩვენ პირველ ტაიმში არ გვინახავს რაღაც აი კომუნისტების დროს ძველმა ჩვენმა ქართველმა გულშემატკივარმა იცოდა მე-9 სექტორის და მე-8 სექტორის გულშემატკივარმა დინამო და პროფესორობა დაიწყეს ჯიგრიანი სიტყვა ჰქონდათ პროფესორობა აი რაღაცა პროფესორულად გამოვიდნენ რა რომ ბიჭე ბურთს გააგორებენ და იქ ბულგარეთი მხოლოდ და მხოლოდ ბულგარეთი ეგრე არ არის კაცო ესპანეთი ჩამოდის თბილისში და თუ ინმეს სტატუსით ერგება პროფესორობა წესით ესპანელებს უნდა ერგებოდეს არა გენაცვალე ეს ამხელა ისენი რა ქვია და არიან კიდეც ხო და არიან კიდეც ამხელა ფერნან ტორესები და ესე პროფესორებივით არ იქცევიან ხო პროფესორებივით და იმასავით მოდიან იქ პატკაც საკეთებენ ფეხებში გიხტებიან ერთი მეორე ამ დასკვნა ხო უნდა გააკეთო თუ ესპანეთი შენთან იკლავს თავს და იკეთებს საჯის სამატებულ წუთზე შენ საჯარიმოსთან პატკად შენ რასაკეთებ ვერ გავიგე ეს აკადემიურად ოდგეხარ ანუ გარკვეულწილად ბრექი შეეპარათ რაღაც ესეთი პატარა ისიც რო ვთქვათ რა ეგრე გამოდის აი ხლა არ ვიცი ეს ბრექია ეს არის ის რომ არ უფიქრიათ ამაზე ბევრი არ ვიცი რაღაცა ისეთი რაშიც თავის თავს ვერ ერევიან თუ კიდე რაღაცა უფრო ამის მიღმა პრობლემები შეიძლება ნელს უფრო უნდა და არ ვიცი ფედერაციის წარმომადგენლებს თუ ვიღაცებს ეს ხალხი დაეკოკა ყოველ შემთხვევაში მეორე ტაიმში ხო ცოტა სხვანაირი იყო სურათი მაგრამ მოდი შეხლა არა ვართ იმ დონის გუნდი რომ 45 წუთი ეყოს იქ ვიღაცა ინდება მაშინ ხო როცა გინდა გვიან გამოვიდნენ მდგომარეობა ეგრე რომ ეთამაშათ პირველივე წუთიდან შეიძლებოდა მოგეგო ხო ხო, არა, თან ის იყო, ძალიან კარგად გათვალეს თვითონ იმ ბულგარელმა ფეხბურთელებმა, რომ ამათ სუსტი დაცვა, დაცვის ცენტრი და რამდენი ბურთი გადააგდეს, ორივე ისეთი მომენტი შეიქმნა, დაცვიდან გავიდა ის გოლები რა. ეს სულ თლად მარტო იყო ის კაცი დარჩენილი, ბოლოს მამარდაშვილი რო ედგა წინ.
რასაც მეორე გოლი. და კაციშვილი ვარ გავიდა იმაზე რა. მამარდაშვილი მოუწია კალათბურთელივით გამოვიდა სამხოლიანი რვა ზონაზე ზონურ დაცვას პერიმეტრიდან იმასა არ იქ გაიქცა კარებში ვის ვაგებთ რომ აქ დახმარებოდნენ მე მაპატიე იცით რა აი თუ რამე არ მესმის მაგრამ იკითხებოდა რა მიუხედავად იმისა რომ ბულგარეთი მაინც სუსტი ნაკრებია და მაინც ბოლო ნაკრები იყო ამ შესარჩევში რა მაინც ბულგარელი სუსტი ნაკრებია თავის თავთან შედარებით ლეჩკო სტოიჩკოვთან შედარებით და შენთან შედარებით ხლა რა არა ეს ხო ხა 3-0 ქონდა მოგებული და ისეთ მოგებული ქონდა და ეხა ხო ი არ არის ეხა ბულგარეთი მართლა არ არის მაგრამ 2 წელია ეგრეა და ის 6-2-ები არ გვახსოვს არ არის მართლა არ არის ბულგარეთი ეხა დღესდღეობით ისეთი მაგრამ ნახე არც ჩვენ არ ვართ ხალხო არა არც ჩვენ არ ვართ ანუ ჩვენ გვეგონა შარშან რადგან ანუ აი შარშან რა იყო ჩვენი კი აი დედაშვილსა რა ვიცი ხო კი მიცნობთ ყველა და რანაირად შეიძლება მე რამე დავაკნინო მაგ ხრი მაგრამ რა მოვიგეთ ანუ ყველაზე კაი პორტუგალია მოვიგეთ იმას ნუ აქ ლუქსემბურგთან წლის მოვიგეთ იქ პენალტებით გავედით გავიგე ჩეხეთთან მამარდამ გამოაძრო ევროპის ჩემპიონატზე მთელი თამაში პორტუგალია мотиваციო იყო თუ რა ხა პორტუგალია და მოვიგეთ გავი და მე რაც დაუბრუნდით ევროპიდან ჩეხეთთან თამაში იყო მე თუ გითხა ნაკრების ისტორია საერთოდ თამაში ალბანეთი იქ ხო და აქ სახში ჩეხეთთან თამაში იყო და მორჩა ყველაფერი მან დამთავრდა საერთოდ ყველაფერი დამთავრდა და ამ ნაბახუსებზე არიანო ამან წვნელმა რა გუნდიო და მე არ გამიგია ერთი წელი ესა რა ქვია ბიჭო ვისი ბრალი თუნდაც რომ ეგრე იყოს ხო ეხლა წავიდეთ ხო არა ლოგიკა მენტალიტეტია ისა და მე უნდა ვქნა ეგ ამბავი არა შენ უნდა ვქნა ეგ ამბავი შენ გეხება კაცო მშივრები აღარ არიანო ისინი ევროპაზე რადგან ითამაშესო მშივრები აღარ არიან მაგიტო ვეღარ მე რას მიკეთებ შენ? აი ზუსტად ეგ და ტაქტიკა და სტრატეგია შენ არ გესმის და თამაში შენ არ გესმის ახლა კარგათო თამაშობ ფეხბურთს გავიგე მაგრამ ერთადერთი ჩვენი ნაკრები ქაჩავდა იმით რომ იყო ფსიქოლოგიურად აბა ბიჭებო წავედით ეგ მასე გავედით რომელი თამაშის განსაკუთრებული ტაქტიკა რომელი თამაში იყო განსაკუთრებული იმით რომ წოცნე აი იმენა 3-2-მა მოიგო ტაქტიკის ბრალი არაო ხო და ის რა ქვია ანუ არ ვარ ის მენტალიტეტი თუ мотиваციას თუ აღარ აქვს იმ ტიპს კარსო მე რატომ მეუნები შენ თორ მოაგვარი არა თან ახე გოჩა კი დაუშვათ ესეა დაუშვათ გასაგებია ნუ შივრებია მწერალს შეეხნენო და მე ვეღარ ჩამოდიანო მაგრამ ну ესე უნდა გავაგრძელოთ ეგ არის დასკვნა გამოსავალი რა არის აი გამოსავალი ხო ეგ გავიგე კარგი ხო და მაგას შეიძლება მასეც მე უნდა მოძებნოს ის გამოსავალი კაცო ხო და ჩვენ გვახშიოს ისე ჩვენ გვეკითხება ამ ჩვენ ხო და მაგას ვიდახი მე რატომ მეუნები სხვათა შორის გოჩა ახლა არ ვიცი რამდენად ეხება ეს ზუსტად ეს ახლანდელ გუნდს მაგრამ ცხონებულ რამას შენგელიასგან მაქვს ერთადერთი რამას შენგელია იყო ვინც მაშინდელი თბილისის დინამოს შესახებ თქვა რომ ჩვენო იცი რა დაგვემართაო მაშინო რომ ჩვენს გონებაში ჩავთვალეთო რომ მორჩა მწვერვალს მივახციეთ. ეხლა მაშინდელი ყიფიანი შენგელია გუცაევი ეს კაცო. ხო არა გავიგე. ესენი შეჯიბრებაში გავიდნენ. ისინი კი არა თუ გავიდნენ მოიგე შეჯიბრება. არაფერი მოიგე. სხვა რაღაცას ვამბობ. ეს დაგვემართაო რა რამაზე ამბობდა ცხონებული რა. რომ ჩვენო ოღონდ ეგ დაემართათ 80 რომელში 3-ში 2-დან ხო და 97-დან ხო იყო ის გუნდი ხო მოდიოდა ანუ 5 წელი ჩემპიონატი მოიგეს თასი მოიგეს ორჯერ 66-69-ში გავიდნენ 5 წელი იყო და იმით დააგვირგვინეს რა ხო და მე მართლა მოგბეზდება რაღაცა მეტი შეიძლება მეორეჯერ შეიძლებოდა თასი შეიძლება ხო რა თქმა უნდა ხო ნუ რაღაცა იქ აფსაიდების გამო აღარ გაგვიმართლა მეორე წელს და ისავქენი ხო მაგრამ იმათმა მართლა მიაღწიეს რაღაცა ეს მიაღწია არა თვითონ ხო მაგიტო ვამბობ შეიძლება ზუსტად ესე ესაგება მეტი მაგრამ ეს თემა იცი რომ აი რაღაცას მიაღწიე და მეტი აღარ მინდოდა უკვე იმიტომ რომ ჩავთვალე ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა არც იმ თაობის ხალხიდან და ცხონებულმა რამაზე ნახე რას მე წამიკითხავს ბევრი იცი ზოგ სპორტსმენს დეპრესია ეწყება ბევრი წარმატების მერე აი როგორც ხო გაგვიგია ხოლმე ბევრზე აი იმ ხელა მაყუთი იყო რომ ვეღარ იმაშვებოდა და იქ რაღაცა მაიმუნობა დაიწყო იმიტომ რომ არაფერი აღარ აკლდა ბევრი სპორტსმენი ყველაფერს რომ მიაღწევს მე აბა მე სადღაც ავიდე
და ცხოვრებაში мотиваციას რო კარგო რაღაცა იმას ხო გეწყება რა რაღაცა ისა რა ქვია ეგ გავიგე და ყოფილა ეგეთ მასეთ დროს არის საჭირო ის ფსიქოლოგი ის კარგი მწვრთნელი ის ამერიკელი მოცურავე რო იყოს მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაგას რა ემართებოდა იცი წავიკითხე მაგისი მისი ინტერვიუ ვრცელ ინტერვიუ ყოველი ოლიმპიადის მოგების მერე რო ჩამოდიოდა ესე იგი იმდენად იყო ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული რომ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ცუდი გაგებით კლინიკური გაგებით დეპრესია ემართებოდა ხო ჩაიკეტებოდა ოთახში სინათლეს არ ანთებდა რამდენიმე თვე საჭმელს არ ჭამდა რაღაცა უკაკუნებდნენ ზალათი შედიოდნენ აი რაღაც საშინელი პერიოდის გავლა უწევდა სანამ ისევ ამოაძრობდნენ ამ მდგომარეობიდან და ისევ იწყებდა შემდეგი ოლიმპიადისთვის მზადებას. ნუ ეს ურთულესი რაღაცაა და ხო რა, იმიტომ მართალი ხო მაგრამ ფელსია ეხლა ჩვენები და ეხლა ეგ ჩვენებს ხო და რატო უნდა ჭირდეთ კაცო რა ხო და ეგ არის თუ ეგ ჭირს შენი ბრალია ზღვა თუ ეგ ჭირს არა ისევ და ისევ მე მგონი იქიდან აი ეს ტაქტიკაც ეხლა ტაქტიკურად გასაგებია სანიოლი არ არის არც არასოდეს არ ყოფილა იმ დონის წვნელი რომ ტაქტიკა ყოფილიყო მაგისი თავარი ნიშანთვისება უფრო რაღაც იმის ანჩელოტესთან ნამუშევარია და უფრო ის იყო მაგის ატმოსფეროს წვნელი იყო ტაქტიკურად ერთი მაგარი რაღაც რაც გააკეთა ერთი არა ნუ მეტიც მაგრამ ეს ჩაკვეტაძე ის კიტეიშვილი ქოჩორაშვილი სამეული რო შეკრა ეგ გააკეთა გასაგებია და რაღაც მოარგო ოღონდ დავიღალე უკვე მე რამდენი თუ ამბობ ამას აი რა უნდოდა რატო შეცვალა ეს ყველაფერი რატო დაანგრია თავისივე ხელით მაგას ვერ მივხვდი შარშან ოქტომბრიდან რას ერჩოდა ამას აი ამ ტაქტიკას რას ერჩოდა მე ვერ მივხვდი და ფაქტია ვეღარ აღდგა მე კიდე მეორეს დავამატებდი ერთს რომ იცით რა დაცვა მოისპო აბალი გუნდი გავხდით ჩაწოდება გოლია რა ქვია ზოგიერთმა ფეხბურთელმა მოუკლო ქოჩორაშვილმა იმ რა ქვია ჩაკვეტაძე არ ყავდა ეხა მიქაუტაძეც არ ყავდა გასაგებია მაგრამ შენ როცა მწვრთნელი ხარ ხო აი მასეთ რამეს მე მგონი არ უნდა ამბობდე რომ ის რა ქვია ის მუხტი აღარ არის და ის მუხტი რატო არ არის მაშინ გამოდი და თქვი გაგრძელება მოაყოლე რა მწვრთნელის ბრალია მე თუ მკითხავ ეგეთი რაღაცა ყოველთვის არის მწვრთნელის ბრალი მუხტი თუ არ არის ვინმეს თუ სტიმული არ აქვს ვინმეს თუ мотиваცია არ აქვს ვინმეს თუ მენტალიტეტი არ ვინმეს მენტალიტეტი თუ არ მოგწევს შენ ხარ ანუ მწვრთნელი თავის სიტყვაში მოიაზრებს მაგას ყველაფერს რომ შენ უნდა მიხედო მაგას კაცო და იმას დავამატებდი წერანე ფელპსის ვარიანტი ბოცა ეგ ეხლა გახდა ეს მენტალიტეტი პრობლემა ხო ეხლა გახდა 4 წელი ხო არის ეგ კაცი ესა და ეხლა გახდა უცებ ესა ჯორჯიან მენტალიტეტები არა მენტალიტეტი არ მოეშუნება არა ეს არის არა ხო თქვა მენტალიტეტის პრობლემა არის არა ბოსკამპმა სხვა რაღაცაზე თქვა კაცო იგი კაცი ვარჯიშზე არ მოდიოდა იმიტომ რომ სახინკლეში იყო თუ რაღაცა ეხლა ის ბოსკოვიდან მანქანით ჩამოვიდა ეხლა პირველივე ხო არა თუ გასაგებია ხო მაგრამ ეხლა გახდა ეგ ეხლა იპოვა აღმოაჩინა ხო არა მეც ესე მგონია რომ პოულობს გამოსავალს და რაღაც უნდა რომ სხვა შეაწმინდოს ხელს. ეგრე ამთავრებენ ხოლმე ზოგადად ეგრე ამთავრებენ. ხო და ეგ არის ცუდი ბიჭო, ტიპი არის გერმანელ ფრანგი. და მაგისგან არ ელოდები რომ კიდე აქ მე უნდა დამაბრალოს რომ იცი რა შენ აი ზვავ ქართველი რო ხარ აი აგერ შენნაირი აი შენი თანამემამულე ნახე როგორც ვოთიქს ბევრი ყოფილა ეგეთი მწვრთნელი და ვიცი ჩვენ ვინც თიც იშვერდა ფეხბურთელებისკენ და ზოგადად სხვისკენ თავის შეცვლას რო არ აღიარებდა მაგის მეტი რა როგორც დაუმთავრებია რა სანიოლი ფაქტია რომ შესულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში მან ისეთ რაღაცას მიაღწია და ეხლა იმის თქმა რომ იცი სხვა რო ყოფილიყო იმ ესპანეთთან მეოთხედფინალში მოუგებდა და გავიდოდა ნახევარფინალში და ხო არც ამაცის მუდმივად მადლიერი ვიქნები ხო მუდმივად მადლიერი ვიქნები არ გამიგოსვილი ხო ჩამოკიდეს ღირსების შესაძლოა მილიონი მადლობა მე შესაძლოა უკვე მართლა დადგა დრო, როდესაც უნდა დაფიქრდეს თვითონაც სადღაც სხვაგან წასვლაზე, ანუ ისიც თქმა მინდა, ცუდი კი არ გახდა. უბრალოდ შეიძლება ამოწურა, ნუ ეს სამსახური და ნახე თვითონაც კარგავს დროსილ. თვითონაც კარგავს. კარგავს. ეგრო ახლა შარშან ევროპის ჩემპიონატის მერე წასულიყო. ძალიან კარგი თეთრცხენზე წავიდოდა, ხო? ხო, ძალიან მაგარი კონტრაქტი წავიდოდა რაღაც მაგარ კლუბში, არ ვიცი ახლა
რეალ შეიძლება არა იყო კაცო, მაგრამ რაღაც მაგარ ახლა ვეღარ წავა ისეთი მაგარი ეს ვარიანტი ხო კონდა ეხლა უკვე CV როგორც ასე ვთქვათ ხო გიფუჭდება რა მაინც კარგი CV-ია აქ ეხლა არა კი რა თქმა უნდა ეხლა უკან მოდის რა და რა იქ CV-ში წერია რომ საქართველოს ნაკრები გავიდა მაგის ხელში პირველად ევროპის კი ჩემპიონატში გავიდა მეოთხე ფინალში ჯგუფიდან გავიდა რაც არ უნდა სულ რომ აი ხა მე რომ ვიცოდე რომ ერთი სიტყვაც კი არ ქონდა ნაკრების ფეხბურთელებისთვის მაგათო მაინც მადლობელი ვიქნები კაცო მაგისი რა რასისულელია ხელას იხაროს მოგვასწროდა იმ ხელას იხაროს მაგრამ არის მეორე ვარიანტი საქმის პონჩი რომ შეხავ ბოდიში არა პირიქით ბოდიში დასამბო არა ხო და ნახე მადლობელი ვიქნები რა თქმა უნდა ყოველთვის მაგრამ საქმის პონჩი თუ შევხედავთ ამ იმას ხო საქმე ხო გრძელდება იქ ხო არ დამთავრდა ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით კიდე იმის პერი ერთი შესარჩევი ქონდა აგერ მეორე შესარჩევი ქონდა ყველაზე გულმოსაკრავი არ ეთყობა იმას რომ ეს კაცი აი ესეთი თაობა რო იკარგება რა ეგა ყველაზე გულმოსაკრავი რა ხო ყავს რა სოფლიო დონის ორი ფეხბურთელი ყავს სოფლიო დონის ხო სხვა რაღაცაა და ეს იკარგება